რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოლოვაში გადაცემა და ვაშა გადაცემა ისევ თქვენთანაა და ელოდება, როდის მოიწონებ და გამოიწერთ YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. ვაიმე, ტელევიზორში გინახე. შენი ქართული ჰაბიტუსით. რა ბიჭი იყავიო? რა დეკარტე, რა კანტი, რა ჰეგელი. ყველა პირღია გიყურებდა. ეს რა ბიჭი ყოლია თუ რა გაქანების და რა გამოქანების. მერე მიხვდა ყველა რატომაც მოიშინაურე ასე სწრაფა ტრამპი. შენიშნა ინტელექტუალთან საუბარს რა სჯობს. უკეთესისგან ვისგან ისწავლის, უკეთეს ვის გაება ასება. ხო მართლა რა მაგის პასუხია და დაგირეკა? არა, როდის უნდა დარეკოს? ველოდებით. კარგი, მე შენთან ერთად დაველოდები თუ შეიძლება. და ზოგადად როდის დავრეკავო, არ უთქვამს? ნუ აი, რომელ საათზე? 8 საათი რომ გავს განსხვავება, ეგ ხო იცის? ან რომელ დღეს დარეკავს? ან რომელ კვირას? ან რომელ თვეში? რომელ წელიწადს ბოლოს და ბოლოს? ხომ იცის რომ გოჩქარება? აი, ეგ ხომ უთხარი? რომ ამ ამბის გადადება არ შეიძლება, რომ აი სასწრაფოდ არის ალაპარაკო, რომ ამაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ამერიკის ბედიც, თვით ამერიკის. და ნომერი ხო ზუსტად ჩააწერინე, კოდი ხო უთხარი, +995. ვახ და რა რატო არ ეკავს? ხო პრინციპში შაბათკვირებიც იყო და არ მოსულა, მაგრამ მე ისეთი განსაკუთრებული შემთხვევაა და ისეთი სასწრაფო არჯენტ ხო უთხარი, არჯენტ. და კიდევ რამდენ ხანს უნდა ველოდოთ? მაგათ აქაურს ელჩოს რო ვკითხოთ? რაო, არ გველაპარაკებიან? რატო? რა კი ვაგინებ ცუ? აი, თუ არ დარეკავს, გინება მერე ნახოთ მაგათ. ტელეფონი ხო გაქვს უჩართული? სადმე მიუწვდომელ ზონაში ხო არ გასულ ხარ? სანამ აქეთ მოფრინავდი, ხო ქონდა უჩართული? დატენილი გაქვს? რამდენი პროცენტია? მანა. და მაინც არ ეკავს. რამე უცხოზარი ხო არ შემოსულა ამ დღეებში, ან რამე დაფარული ნომრით? ნამდვილად? ბავშვს ხო არ აუღია ტელეფონს ათამაშოთ ან YouTube-ის აყურებლად? ის ფოტო რო გაუყალბე, აი, ცერაწეული რო ვითომ მაგასთან და მაგის სულთან გახარ, მაგაზე ხო არ გაბრასტო? როგორ ვერ გაიგებდა ბიჭო, მაგას რო შპიონები ყავს თელსოფლიოში, ЦРУ და ვიღაცები. ბოლბალ აქედან ნაცები დაურეკავდნენ და იქ ეტყოდნენ ყველაფერს. მოიცა და შენ თვითონ რო დაურეკო, არ გიპასუხებს? ნომერი არ მოგცა? მე ცუდია. ღამე რო იძინებ ხმას ხო არ უთიშავ ტელეფონს. თავთან ხო გიდევ სულ? აბაზანაში? ტუალეტში რო შედიხარ? ისეც არავის იცნობ, რომ სიტყვა შეგაწიოს და გაახსენოს, რომ დასარეკი აქვს შენთან. ეგეთები შენ ნომერს არ პასუხობენ? ორბანიც კაცო. მე რა რო თავის პრობლემები აქვს. პუტინთან ძმაკაცობას უგზალავსო. ავტობუს და გაზის ყიდვასო. ეგეც მაგარ შარში ყოფილა. კაი, დაველოდოთ, სხვა რა გზაა. ვილოცოთ. შენი ლოც. იმიტომ რომ ის თუ არ დარეკავს ეს. ერთი საქმე დაგავალე და ისიც ვერ გააკეთეო. ვისაც გააქვთ ნერვი, საათნახევარი უსმინოთ მიხეილ ყის აზრებს ფილოსოფიაზე თქვენი მშურს. ხოლო ვინც უსმენთ ამ აბდაუბდას და არც ერთი კითხვა არ გიჩნდება, თქვენი აღარ მშურს. და ალალად მეწოდება ის ქვეყანა, სადაც თქვენ ხმის უფლება გაქვთ. ტიპმა დაწერილი 10 წუთიანი ტექსტი. თაბახის გვერდის 4 გვერდი მისი ტექსტით ქაღალდიდან ვერ წაიკითხა ვერც ერთ ენაზე ქართულის გარდა და მართლა არ გაგიჩნდათ კითხვა, რა ენაზე აქვს წაკითხული დეკარტე, კანტი და ჰეგელი. სად აქვს წაკითხული? ან როდის? ფილოსოფოსები ქვია ზოგიერთს, მათ წარმომადგენლებს. ფილოსოფოსობად მოაქვთ თავი, ხო? პირველი რა არის? ეხლა დეკარტს და ჰეგელს და კანტს ასწავლიან და კრიტიკული აზროვნება და კითხვის დასმა მთავარი საკითხია, ხო, ფილოსოფიაში, რომ რაც არ უნდა ჭეშმარიტებისკენ მიდიხარ, მაინც რაღაცა უნდა მოძებნო, რომ იქნებ კიდე არსებობდეს რაღაც. თქვენც არ მოიდგინეთ ეს ადამიანები ისე განაწყვეს, რომ კითხვის დასმის უფლებაც არ მისცეს. ტიპს ცხოვრებაში ორი მასწავლებელი ყავდა. ეს და აი ეს. და ამადგან რომელმა მისცა დავალებად დეკარტეს მედიტაციები. ამან თუ ამან. ამადგან რომელმა დააკონსპექტებინა წმინდა გონების კრიტიკა და რომელმა ჩაიბარა გამოცდას. ბორია ივანაშვილმა თუ ვალერა გაზაევმა. ან საერთოდ სად ისწავლა ეს დასაწვავი ფილოსოფია?
მიხეილ ყს ბოლნისის საშუალო სკოლის შემდეგ ერთადერთი განათლება აქვს 16 წლამდელთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელის დიპლომი და ცოტა ეჭვმეპარება ფეხბურთის ფედერაციის სამთვიან კურსებზე ფილოსოფია ასე ღრმად ისწავლებოდეს. კარგი, დაუშვათ თავისი წმინდა გონებით აინტერესებს და სახელმწიფო საქმეებისგან თავისუფალ დროს სწორედ გერმანულ და ფრანგულ ფილოსოფიაში იძირება. ბოლომდე. მაშინ რატომ არ ახსენებს ნიცშეს? გამახსენდა. მისი ბოლო ტრენერი არ ეთანხმება ნიცშეს და მიხეილ ყვინაა რომ მის სიტყვას გადავიდეს. ამიტომ არც ეს დაეთანხმება და დამთავრდა. სინამდვილეში კი არანაირი ფილოსოფია არ სჭირდება მარტივი რამის მიხვედრას. ბორია ამ ყველაფრით, აქეთ ჩვენ გვეკაიფება, იქით ამას. გაიხსენეთ რისთვის აირჩია საპრეზიდენტოდ. ერთადერთი თვისებით. მიხეილ ყ არის თეთრი დაფა. მზადააზე დაიწეროს ყველაფერი რაც ისურა. და ალბათ საკმარისი მადლიერების გრძნობა აქვს რომ არაზროს გამოდგეს ადამიანს ვინც სრულიად წარმოუდგენელ სიმაღლეზე აიტანა და დადო. მაგრამ ბორია მაინც ეჭვიანი კაცია. ყველა საქმეში 2 მაგი, 3 მაგი, 10 მაგი დაზღვევა, გადაზღვევა და გადმოზღვევა სჭირდება. ამ სისულელების ლაპარაკი მიხეილ ყსგან და შემდეგ საჯარო დაცინვა და ხორხოცი რაც ძალიან მარტივი გასათვლელი იყო წინასწარ მართლა განგებ-გაკეთებული მგონია. კიდევ ერთხელ რომ მიახვედროს პრეზიდენტად წოდებული სხეული რომ მისი ბორია ივანაშვილის გარეშე არავინ და არაფერია. ფილოსოფიაზე საუბრები რომ რეჟიმის სტილი ყოფილიყო პრეზიდენტად 5 წელი მართლა ფილოსოფოსი გვეჭდა. მართლა პროფესორი, მილიონი უნივერსიტეტის დიპლომითა და თავად უნივერსიტეტის დამფუძნებელი და რექტორი. ოღონდ იმასაც კი არ უკადრია ჰეგელსა და დეკარტეზე ლექციები წაეკითხა ჩვენთვის. თუმცა ეჭვი მაქვს ცოტა მეტი კი ეცოდინებოდა. ვისაც ჟურნალისტიკაში ერთწლიანი გამოცდილება მაინც აქვს, იცის. საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული დამჯდარი, როგორც ვამბობ თხოლმე, ინტერვიუ ქვეყნის პირველ პირთან სპონტანური არ შეიძლება იყოს. ამ ქვეყანასა და ამ რეჟიმში არასდროს არავინ მოგატყუდა. მიხეილ ყს ადმინისტრაციას თვითონ თუ არ ქონა ჩამოწერილი ეს კითხვები ჟურნალისტისთვის. ყველა ვარიანტი 3 დღით ადრე მაინც. კითხვები ქონა მიღებული მისგან, ყველა პასუხი წინასწარ იყო დაწერილი, ჩასწორებული, გამეორებული, დაბრეინსტორმინგებული, მორგებული კონკრეტულ ორატორს. ეს პასუხები წინასწარ იცოდა არა მხოლოდ ჟურნალისტმა, არამედ მისმა უფროსებმაც, ყველამ. ვასიკო მაღლაფერიძემ, თინა ბერძენიშვილმა, გიორგი გვიმრაძემ, რა ვიცი, მიყავთ კიდე. ბონდო მძინარიშვილმა თუნდაც და სხვებმა. და სრულიად, აი აბსოლუტურად შეუძლებელია პასუხში შემთხვევით მოხვედრილიყვნენ გვიანი შუა საუკუნეების ევროპელი ფილოსოფოსები. შეუძლებელია. მიხეილ ყს რომ რინუს მიხელსის ტოტალური ფეხბურთის ფილოსოფიაზე ესაუბრა, ხმას როგორ გავიღებდით საერთოდ. სერ ფერგიუსონი, ანჩელოტი ან დელ ბოსკე ეხსენებინა, გავიღებდით, მაგრამ ვიტყოდით რაც იცისო. გერმანელები და რუმენიგესა და ბეკენბაუერის მაგალითები რომ მოეტანა, ან ფრანგებიდან ზიდანისა და პლატინის, ჩავთვლიდით ჯანდაბას. ამ საკითხზე მაინც არ ღირს ამ კაცთან შედავება. მაგრამ როცა გერმანელები და კანტსა და ჰეგელს ახსენებს, ფრანგებიდან კი დეკარტეს. პირველი და მთავარი რის კითხვებს უგმართებს, შენ ბიჭო, რა კი არსებობ, გონია რომ მართლა აზროვნებ? კოცის მენტალური ანატომია ხო თითქოს მარტივია. ამ დროს როგორი საინტერესო საჭირს ქნია ხოლმე. ხანდახან კი ყველაფერი უბრალოდ ზედაპირზე დევს. კობახიძეს როგორ გონიათ ევროპელზე პირველი გებელსი რატომ გაახსენდა? იმიტომ რომ ეს ინტელექტუალური იმპოტენტები ასეთების იდეებით იკვებებიან. იმდენჯერ უნდა გაიმეოროთ ყույლი, რომ ბოლოს ყველას დააჯერო. ეგაა პროპაგანდის მინისტრისა და რაიხის ერთდღიანი კანცლერის იოზეფ გებელსის ფორმულა. ამაში არ ყავდა ბადალი. და კოცები ცდილობენ, მაგრამ ვინც გერმანული იცი შეუძლია დედანში იკითხოს რაიხის კანცლერის თეორიები. ვინც არ იცის კი, აი მიხეილ ყმ რა უნდა ქნას. ვისგან უნდა ისწავლოს და რა ენაზე. ჩვენ არ ვიხებთ უკან და შეუძლებელია ჩვენ რომ უკან დავიხოთ, იმიტომ რომ ჩვენს უკან სამშობლოა, ეროვნული ინტერესია და შეუძლებელია ჩვენი მხრიდან განსხვავებული პოზიციების, ასე ვთქვათ, გაჟღერება და განხორციელება. სად ისწავლე ასეთი შემართებით საუბარი მიხეილ ყ? ასეთ ხმამაღალ სადღეგრძელოებს ლადო კახაძეც კი აღარ ამბობს და შევისგან მოისმინა. ვიღაცა მაგარი გაცვეთილი მასწავლებელი კი ყავდა, ისე ურთხამ წერტილში. შენით გამოტყდები თუ გამოგაჭენო ახლა? Кай, раки არ ტყდები, იძულებული ვარ მე გავამშღავნო პირველ წყაროს. Мы дадим заднюю никто не даст больше, кроме нас. Если мы не дадим заднюю, они могут дать заднюю, а вот если мы ее дадим, они ее не дадут. განგება ვთარგმნე რომ ვინმემ გაყალბება არ დამაბრალოს მერე. რომ პირდაპირ აშკარად გამოჩნდეს არ უბრალოდ გავლენა ან ტონალობა, არამედ სიტყვათა თანმიმდევრობა და აზრთა ერთობლიობა. და რომ ბორია ივანაშვილის ხელის ბიჭის მუზა აი ეს მდედრი რუსია. სულით რუსი გენს რა მნიშვნელობა აქვს.
ახლა მგლოვი არის, მაგრამ უზომოდ ბედნიერი, რომ საქართველოში ასეთი ბეჯითი შეგირდი შეიძინა. ახლა ხან გადავაწყდე ერთი ძალიან ნიჭიერი კაცის სიტყვას. კაცი არის გვარად ჩხარტიშვილი, ფსევდონიმით აკუნინი. სიტყვა კი, რომელიც თავისი ქვეყნის რუსეთის დღევანდელობას ახასიათებს, ასე ჟღერს: ხრანადერა. ქართულ თარგმანში ალბათ დროის ხრელი, დროის ხაფანგი ან დროის ორმო. აი, ჩავარდა ქვეყანა წარსულში და სადღაც მიექანება, ვეღარ ჩერდება. ფსკერი აღარ არის. ბორია ივანაშვილის რეჟიმის პირობებში ყველაფერი, რაც ჭეშმარიტია რუსეთისთვის, ჭეშმარიტია საქართველოსთვისაც, სამწუხაროდ. საქართველოს ბორია ივანაშვილის ხელი დროის ასეთ ხრელში აღმოჩნდა. წარსულში ბრუნდება. წარსულში ოღონდ მართალი გითხრათ, ცოტა გაურკვეველია რომელში. ფაქტია, რომ პოლიტიკური დამოუკიდებლობის ფაქტორით 90-იანები კარგახანია უკან ჩამოვიტოვეთ და მივექანებით 80-იანებისკენ, ან საერთოდ 70-იანებისკენ. 90-იანებში საქართველოს დამოუკიდებლობას ფორმალურად ყველასგან აღიარებს არაფორმალური პრობლემები ჰქონდა. ყველა ძალოვან მინისტრს პირდაპირ მოსკოვი ნიშნავდა და ფაქტიურად მძევლად ყავდა პოლიტიკური მმართველობა აყვანილი ქართული. მაგრამ მაშინ შევარდნაძე იმდენს მაინც გურულობდა, რომ მედასავლეთე ხალხი შეევსო რაღაც სხვა უწყებები, მნიშვნელოვანი თანამდებობები. პირველ რიგში საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნაწილობრივ პარლამენტიც. მეტად თუ ნაკლებად ბალანსი არსებობდა. რუსეთი ბოლომდე ვერ ერეოდა დასავლურ გავლენას, თუმცა არც დასავლეთს ჰქონდა იმდენად მყარი საყრდენი წერტილი, რომ გადაეწყვიტა ქვეყნის ბედი საქართველოში. ჭიდილი გაგრძელდა 10 წელზე მეტხანს. შედეგი 2003 წლის ნოემბერში ვნახეთ. 2012-ში კი ვნახეთ რევანში, სრული რევანში. და მას შემდეგ ჯერ სანტიმეტრებით ვარდებოდით დროის ხრელში, შემდეგ მეტრობით, ახლა კი უკვე აწნეულებით ვზომავთ. საკუთარი თავისთვის თუ გიკითხავთ, რა დარჩა ბორია ივანაშვილს, რომ საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ფაქტიური სტატუსი აღადგინოს. რუსეთის სამხედრო ოლქის შტაბი თბილისის ცენტრში და ვარსკვლავის ფორმის გრანდიოზული ტრიბუნა საგანგებო ტუალეტით მოხუცი მოსკოველი ბელადისთვის, რომ მადლიერი ქართველი მშრომელების აღლომით დატყვეს. ეგ არის და ეგ. სხვა ყველაფერი უკვე არის. არის ერთი უზურპატორი პარტია, ერთი კაცის სრული დიქტატით, უკვე თითქმის აღარ არის ოპოზიცია, უკვე თითქმის აღარ არის დამოუკიდებელი მედია, უკვე თითქმის აღარ არის სამოქალაქო სექტორი. პოლიტიკური პატიმარკი დღეს საქართველოში იმდენია, რამდენიც 30-იანი წლების შემდეგ უბრალოდ არ ყოლია. არ დაიჯეროთ, რომ 1960-იან და 70-იან წლებში ამის მეათედი რაოდენობა მაინც იყო პოლიტპატიმრების. ხო, ორმო კიდევ უფრო ზრდილობიანი თარგმანია იმისა, სადაც აღმოჩნდით. ხრელი ნამდვილად უფრო ზუსტია და არა მხოლოდ დროის. სამწუხაროდ. რაც დავიდით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.